გამარჯობათ. მოგესალმებით მთელ საქართველოს ღრმა პატივისცემით. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ობიექტივის მსმენელსა და მაყურებელს. მინდა დღეს მივეფერო მთელ საქართველოს, მაგრამ სანამ დავიწყებდე ჩემს გადაცემას, რასაც ქვია სამშობლო და ღირსება, საავტორო გადაცემა, რომელიც მე-4 წელია მიმყავს. დღეს ჩემი სტუმარი არის შესანიშნავი ახალგაზრდა. მე მას დიდი ხანია, წლებია ვიცნობ და ის იყო სამხედრო ექიმი. ეს არის უბრალო თანამდებობა საქართველოში და მისი მოღვაწეობა ეს სულ სხვა თემას განაგებს და თვითონ მე შევეხებით. მანამდე კი მინდა თქვენის ნებართვით, რა თქმა უნდა, გიორგი, ალბათ თქვენც ჩვენ ქვეყანას და შესანიშნავი პიროვნება. ჯერ იყო პიროვნება, მოქალაქე და რა თქმა უნდა რეჟისორი ბატონი ელდარ შენგელაია. ჩემთვის ეს გვარი და სახელი ძალიან მთელი ჩემი ცხოვრების თანმიმდევარი, იმიტომ რომ ის იყო ძალიან კარგი ადამიანი პირველ რიგში, ძალიან უბრალო, ძალიან კაცთ მოყვარე და რაც მთავარია თავის სამშობლოს ერთგული და იცით რა, პატარა ბავშვივით მის მიმართ, მისი ქვეყნის მიმართ იყო ძალიან მოაზროვნე და მოფერებით იყო ყოველივე ყველაფერზე, ადამიანზე და ყველაფერზე. კიდევ ერთხელ მე ასეთი პიროვნება იშვიათად, იმიტომ კი არა მე და ამიტომ არ ვაკეთებ ამ განცხადებას, მხოლოდ იმისათვის, რომ ერთაშორის ურთიერთობების პირველი ნაპერწკალი სასიკეთოდ, ქვეყნის სასარგებლოდ ის ყოველთვის იდგა იქ, სადაც მის სახელმწიფოს, მის სამშობლოს ერთგულება იყო. ღმერთმა აცხონოს იმ ქვეყანას და ბატონო ელდარ, ის თქვენი ღვაწლი მაშინ იმ წლებში 90-იან წლებში რაც მე თვალით ამაქვს ნანახი ღმერთმა უფალმა მთელს თქვენ საგვარეულოს, თქვენ მომავალს, მთელ სამშობლოს მოახმაროს სიკეთით. ეხლა კი გადავალ ჩემ გადაცემაზე გიორგი ლილუაშვილი, მინდა წარმოგიდგინოთ, წეგან ვახსენე, ის იყო სამხედრო ექიმი თავდაცვის სამინისტროში. მოგეხსენებათ, ეს არ იყო ისეთი ცოდნა, რაღაცნაირად ლაითად ფასიანი ინსტიტუტებიდან, ან რაიმე. გიორგი იყო წარჩინებული მოსწავლე, კარგი ოჯახის წარმომადგენელი და რაც მთავარია, ძალიან ერუდირებული ადამიანი. გიორგი ძალიან დიდ პატივს გცემ, როგორც ქართველ ახალგაზრდას, პირადად მე მადლობელი ვარ თქვენი მობრძანებისა და მიხარია, რომ ახლა სანამ შემოხვიდოდი თქვენ თქვით, რომ თქვენი პარტია უკვე გაატარეთ. კი, რეგისტრაცია განაცხადა შევიტანეთ. რამოდენიმე სიტყვა, რას უბოძებ ახალ საქართველოს, დემოკრატიულ საქართველოს ხვალინდელ 4 ოქტომბრის არჩევნებზე? 4 ოქტომბრის არჩევნებზე მე უბოძებ და მოუწოდებ მოსახლეობას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ არჩევნებში, იმიტომ რომ აქ თუ რამე არის შესაძლებელი, ზუსტად არჩევნებით არის შესაძლებელი და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. სხვა პერსპექტივა ამ ქვეყანაში ახლა ნამდვილად არ გვინდა ძალისმიერი ცვლილებები მოხდეს, ეს რაც მოხდა თავის დროზე, იმან უკან დაგვწია და სერიოზული პრობლემები წარმოშვა ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა რომ მშვიდობიანად, კანონიერად მოხდეს ხელისუფლების ცვლილებები. ამიტომ მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ დაგვიჭირონ მხარი. ჩვენ პროგრამას გამოაცხადებთ უახლოეს პერიოდში, შესაბამისად წარდგებით საზოგადოების წინაშე და გაგვიცნობენ, ასე რომ ვთქვათ, რას ვაპირებთ 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გავიმარჯვებთ. ძალიან წარმატებას გისურვებ, გიორგი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრი დიდი პროფესიონალები გყავს თქვენ პარტიაში. მე რაც ვიცი, რომ ძალიან ჩვენ პარტიის წარმოშობას თუ
შევეხებით პარტია ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული აკადემიის ეგიდით, შესაბამისად ის პროფესორ მასწავლებლები, ვინც საქართველოს ეროვნულ აკადემიაში მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ, ისინი მონაწილეობენ ამ არჩევნებში, შესაბამისად იმ პროექტების შედგენაში და აქედან გამომდინარე საკმაოდ სერიოზული პროგრამა გვაქვს. მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ დაგვიჭირო მხარი არის მოსაზრებები, რომ ვითომ არჩევნებში არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა, თუმცა მე გავემიჯნები მაგ პროცესს ერთი მიზეზის გამო. თვითმკვლელობას ნამდვილად არ ვაპირებთ, იმიტომ რომ მე ამას დავარქმევდი თვითმკვლელობას, თუ შენ არ ჩაერთვები პროცესებში და არ იბრძოლებ, გამოდის რომ შენ ხელები გაქვს ჩაქნეული და არაფრის გაკეთება არ გინდა. რეალურად ბრძოლისველი არის ის არჩევნები, რომელიც ასე თუ ისე ვიღაცის მიერ არის დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ და ვიბრძოლოთ იმ წესებით, რა წესებსაც გვიწესებენ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ. ეს არის მთავარი მიზანი. რთული იქნება ადვილი, ნამდვილად არ არის, ურთულესია, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ ყველაფერი. თუნდაც ის რა დღის თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდესო და ჩვენს ბრძოლაში უნდა შევიდეთ. ყველა შემთხვევაში უნდა ვიბრძოლოთ, უთანასწორო ბრძოლა არის, გეთანხმებით, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუნდაც ის გარემოება, რომ არჩევნებში რეგისტრაცია ახლა გაგვატარეს ჩვენ და არჩევნების თადარიგი დაწყებულია ამ წლის დასაწყისში. ესეც ელემენტარულად ის უსამართლობა არის, რომ დღესაც ახლა ნომერი თავიდან გვაქვს შესარჩევი გარკვეულმა პარტიებმა. ეს ნომრები სხვათა შორის იმ პარტიებმა, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ არჩევნებში არ მიეღოთ მონაწილეობა, ხაზგაუსვა ნაციონალურ მოძრაობასთან. სხვათა შორის მე მინდა ისეთ გიორგი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გულსატკენია, როდესაც თვითონ ზოგ შემთხვევაში მე ვამბობ, ეხლა არ შეიძლება რომ სახელმწიფო სტრუქტურების ყველა ადამიანი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობა, როგორც ვისაც კი ეს ეხება, რატომ ხდება ეს თანმიმდევრობა რღვევითი, ესე იგი, ვინც კი წინააღმდეგობას უწევდა საზოგადოებაში და თავის მოსაზრებებს აწვდიდა, მას დაურდა და თქვენ რატომ დაგიგვიანეს ეს მე არა მარტომ ეს კანონმდებლობა არის ასეთი, ანუ კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიები არის, მაგრამ აქ არის სასწაული, არაკვალიფიციური ის ორი პარტია, რომელიც დაარეგისტრირეს, მაგრამ იმათ ხელმოწერები უნდა შეეგროვებიათ. ჩვენ ეს ხელმოწერების შეგროვება არ გვჭირდებოდა, ამიტომ იმათმა ადრიანად დაიწყეს ამ ხელმოწერების შეგროვება და როცა დაამთავრეს, მაშინ დაარეგისტრირეს და გამოვიდა, რომ ესენი გაცილებით ადრე სუბიექტები გახდნენ. საარჩევნო ჩვენ საარჩევნო სუბიექტი ვერ ვიყავით და ცოტა ესეთი კომიკური სიტუაციაც კი შეიქმნა პრეზიდენტს ასე რომ მოდი ასე ყურადღებით პრეზიდენტი არა ნახეთ რა არის პრეზიდენტი რო აცხადებდა რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა ნამდვილად შემეცოლდა ისეთ მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი და შევიტანე განაცხადი და აღმოჩნდა რომ თურმე არ გამოუცხადები არჩევნები ხო და ცოტა გამიკვირდა მაშინ რას გვეხორწებოდა ეს ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას და კარგი ახალგაზრდა ხარ მე ასე ვიტყვი ნამდვილად რამდენიმე 1-30 წელია ფაქტიურად მეტი ძალიან კარგი გარემოცვაში იზრდებოდი ყოველთვის კარგ ახალგაზრდებში მათ შორის ჩემი შვილიც იყო თქვენთან და ვიცი ძალიან კარგი ძალიან მე კიდევ ვამაყობ რომ ერთი ქართველი სამხედრო ექიმი მაშინ ძალიან იშვიათი კი როგორ არა ფაკულტეტი მთლიანი იყო მაგრამ თქვენ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდით ენერგიულად კვალიფიციურად და ბევრი რაღაცა არ გაპატიეს მაშინ სხვათა შორის ვიყავით მაშინ ჩვენ სამხედრო ექიმები თავდაცვის სამინისტროში სამწუხაროდ დღეს თითო ორულა არის შემორჩენილი ვინც სამხედრო სამინისტრო ფაკულტეტი დაამთავრა შემდგომ გააუქმეს საერთოდ ეს ფაკულტეტი და მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და 11 აგვისტო არის სამხედრო მედიცინის დღე და მიულოცო ყველა სამხედრო ექიმს ეს დღე თუმცა ეს დღე სამხედრო მედიცინის გაუქმებულია გაუქმებული კი არის, მაგრამ ჩვენ მაინც აღვნიშნავთ ამას და მივესალმებით ყველა სამხედრო ექიმს. თუმცა ეს დღე ცოტა ტრაგიკულადაც არის 2008 წლის 11 აგვისტოს
ჩვენი სამხედრო ექიმი ტრაგიკულად დაიღუპა საბრძოლო მოქმედებებში, ფაქტურად ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი მაშინ წინა ხაზზე იყო მოქცეული და როდესაც გიორგი აბრამიშვილი დაიბომბა ის ტერიტორია, გიორგი აბრამიშვილი 11 აგვისტოს დაიღუპა. მე გავიხსენებ გიორგის სრულიად საქართველოს მიუსამძიმრებ, რომ ასეთი დიდი ქირურგი დაკარგა, ასეთი დიდი პიროვნება და სამწუხარო არის, რაც მოხდა. თუმცა გმირი არის გიორგი და ღმერთმა ამრავლოს გმირები საქართველოში და ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყოს და ის ვიღაცის მიერ დაშვებული შეცდომები ჩვენი გმირები წარეთ არ იყოს მერე ჩვენზე ასახული. სამწუხარო არის, თუმცა ამას ვერ გავეცე. ყოველ შემთხვევაში რამდენი წელიწადია ქართულ პოლიტიკაში ღიად ბრძოლობ? 2012 წლიდან დავიწყე საარჩევნო, ასე ვთქვათ, მარათონი და რაც შეეხება ისე პოლიტიკაში, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ასეთი პრობლემები იყო შექმნილი, მაშინ სერიოზული პრობლემები იყო სხვათა შორის, როდესაც სამხედრო მაშინ პირველად შეიქმნა კომანდოს ბატალიონი ვაზიანის ბაზაზე და დაბინძურებულ წყალს ასმევდნენ არა მარტო კომანდოს ბატალიონს, არამედ იქ 3000 სამხედრო მოსამსახურე იყო, ამას დამატებული სამხედრო დასახლება, სადაც იყვნენ ეკომიგრანტები, აფხაზეთიდან დევნილები და ასე შემდეგ. ანუ მოსახლეობა იყო იქ, ასე ოფიცრების ოჯახები ცხოვრობდნენ და ამ დაბინძურებული წყლისგან ძალიან დიდი დაავადებები ჩნდებოდა, რომელიც სერიოზულ პრობლემებს იწვევდა და ეს დაავადებები ფაქტურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქართველ ერს გენოციდს უწყობდნენ, იმიტომ რომ ყოველწლიურად 3000 კაცის როტაცია ხდებოდა სამხედრო ნაწილზე, ამას დამატებული ის დასახლება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით იყო საშიშროება წარმოქმნილი. ეს დაგვიდასტურა კიდევაც მაშინ ლაბორატორიაში ნათაძის სახელობის ლაბორატორიამ შეამოწმა ეს წყალი და დაგვიდასტურა. მაშინ ანიდოლიძე ახალგაზრდა იურისტების პრეზიდენტი იყო და აქტიურად იყო მაშინ ჩართული. თამარ კორძაია პირადად იყო ამოსული იქ და ერთად მოგვიწია ამ საკითხებზე ირაკლი სესიაშვილი და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხარო ის არის, რომ შემდგომში, როდესაც ესე მოვიდნენ ხელისუფლებაში, არაფერი აღარ გაუკეთებიათ, ხელები დაგვიბანიაო. შალვა თადუმაძეც აქტიურად მოღვაწეობდა მაშინ იცავდა. რა მინდა იცით, აი ამ ხელა გზა გამოიარეთ, ახალგაზრდა პიროვნება იყავით, ახალგაზრდა სამხედრო ექიმი და რამეს თუნ გულახდილად ვიყოთ რა ერთი მეორესთან, რატო იცით? მაინტერესებს მაინც თქვენ გადაარჩინეთ, ესე იგი თქვენ უშველეთ იმ ახალგაზრდა სამხედროებს, რომლებიც ქართულ სახელმწიფოში იხდიდნენ ჯარს, ხო? ვითარდებოდნენ. ჩემი ვალი იყო ეს, რომ ეს გამაკეთებია ჩვეულებრივად პროფესიული მოვალეობა იყო. რა თქმა უნდა და თქვენ ეს წინადადება ვიცი მე წაკითხული მაქვს მთელი თქვენი მაშინები და რამდენიმე გადაცემაც ჰქონდა ამის თაობაზე. ყველაფერი ამცნეთ სახელმწიფოს, რომ ეს ვითარება იყო. ვის არ აწყობდა და რატომ არ აწყობდა ეს მაინტერესებს. რატომ რა არ გაპატიესა ეს ყოველწლიურად სამხედრო ნაწილში აზიანში კეთდებოდა წყალი. მილიონები იყო დახარჯული, ამას დამატებული იყო რადიაციული სამარხი, რამდენიმე მილიონი დაიხარჯა იმაში, რომ უკრაინიდან ჩამოტანილი რადიაციული ხორცი დამარხეს იქ და დაზიანებული იყო ეს სამარხები და ეს წყალი ცენტრალიზირებულად მიეწოდებოდა ამ ხალხს და იქ წყალი აფორმებდნენ თითქოს ან სართიჭალიდან მოდიოდა, ხან თბილისიდან მოდიოდა, მაგრამ ვაზიანის წყაროს წყლები იყო შეკრებილი და ვაზიანის წყაროს წყლებს აწვდნენ ამ ჯარს და მიწისქვეშა სამარხები, რომლებიც დღესაც იქ არის, არსად არ წაუღიათ, ის გამორეცხავდა ამ სამარხებს და პირდაპირ აწვდნენ სამხედრო მოსამსახურეებს და ასმევდნენ. ამას დამატებული დასახლება იყო ოჯახების მიმართ სახელმწიფოს. როტება კი არა, გენოციდი იყო პირდაპირ მინდა გითხრათ, როდესაც პირველი პრესკონფერენცია ახალგაზრდა იურისტებთან რომელიმე ორგანიზაცია თუ იყო, აი ამ სადმე საქართველოში მე ვიცი რომ ყველა ორგანიზაციას მიმართეთ. რომელიმე ორგანიზაცია თუ იყო
ამ ძალიან სერიოზული საკითხის მიმართ სერიოზული მიდგომით აი მე გითხარი ზუსტად ახალგაზრდა იურისტებმა მაშინ გამოიჩინეს თქვენ მათ მიმართეთ? მიმართებ მაშინ სხვათა შორის ოფიცრების მხრიდან მსგავსი მიმართვები იმ პერიოდში არც ისე ეს იყო ოქრუაშვილი იყო მინისტრი და ოქრუაშვილის და სააკაშვილის ისე ეშინოდათ რა ვიცი და შესაბამისად მიმართე გვერდში დამიდგენ და მათი მეშვეობით მოხდა იმ ლაბორატორიის გამოდის თქვენ მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ პირველმა იბრძოლეთ. პირველმა და იძულებული გავხდი მე ვარ ის პიროვნება რომელმაც 2010 წელს მოხსენი მიშა სააკაშვილი მათი სასამართლოს შედეგად სამართლებრივი საკითხებით ისეთი კომიკური სიტუაცია შეიქმნა მაგრამ ნუ ეს გიორგი მოდი ახლა ახლანდელ კომისიას მე მინდა ვერ მოხსნით იმას მაგრამ სამართლებრივად კანონმა ზუსტად ნახეთ რა მოხდა სასამართლო მოვიგეთ 521 ოფიცერი აღვადგინეს შეიარაღებულ ძალებში, ჩემთან ერთად 521 კაცი იყო დათხოვნილი და მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ადგა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა. აღდგენის მაგივრად 2 წლით უკან რიცხვი დამითხოვა. მერე ეს გავასაჩივრე და სასამართლომ იმსჯელა და გამოიტანა ესეთი გადაწყვეტილება, რომ მე გიორგი ლილუაშვილს უფლება მაქვს შევცვალო სასამართლოს გადაწყვეტილებები, გამოვცემ ბრძანებები და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ანუ ერთპიროვნული ქვეყნის მმართველად გამომაცხადა უზენაესმა სასამართლომ. იმ პერიოდში. ნუ ახლა ეს სასამართლო გადაწყვეტილება კი არა გაუქმებული, დღესაც იგივე უფლებები მაქვს, სასამართლოთ იმონიჭებული. და ამის შემდეგ მივწერე თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც მივწერე და მთელ პარლამენტს და პარლამენტმა მოწერა თუ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ რომ ასე ყოფილაო და თუ ყოფილა მე ვუტყერ და ავდექ და მოხსენ. გასაგებია. ნახეთ ჩვენ ველით ახალ არჩევნებს, ხო? რაღაცა ცვლილებებს კანონის უმაღლეს დონეზე დაყენებას რომ მოქალაქეს კონდეს იმედი ხვალინდელი დღის. აი იმის მერე გაიარა ხო? სხვა რეჟიმი მოვიდა, სხვა აი საქმე რაში არის? აი თქვენ ზუსტად ახსენეთ სხვა რეჟიმი მოვიდა, რეჟიმი მოვიდა. ანუ რეჟიმი შეიცვალა რეჟიმით, რეჟიმის კი არ უნდა შეიცვალოს, ხალხის ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს და ხალხი უნდა მოვიდეს მართლობაში. გასელოდებოდით თქვენ აი მაშინ ესე იგი და აი როდესაც ოცნება მართლა ძალიან დიდი რაოდენობით მოიგო. მე გეტყვით, რასაც ველოდებოდით, პირველი მიტინგი რო ჩაატარა ბატონმა ბიძინამ, სანამ ჩაატარებდა მამამდე ველოდებოდი რომ ის გამოიყვანდა მინისტრთა კაბინეტს მინისტრთა კაბინეტი იქნებოდა წარმოდგენილი საზოგადოების მიმართ, რომელიც თავის პროგრამას გააცნობდა მოსახლეობას და იმ პირველ მიტინგზე ეს რომ არ მოხდა და ტინგვიცობა დაიწყეს, იმ დღეს შემოვტრიალდი და ვთქვი, ეს არის იგივე, რაც იყო მიშა და იმაზე მეტი უარესი. კი გამლანძღეს იმ პერიოდში შერას ლაპარაკობ ფულიანი კაცია ფულს მაინც არ მოიპარავსო მაგრამ ჩვენ დღეს რეალურად შევეჩეხეთ იმას რომ ფულზე არის ჩამოკიდებული მთელი ქვეყანა და დღეს რაც ხდება ხელისუფლებაში ზუსტად იმ ფულის გამო არის თქვენ როგორ გონიათ მარტო ჩვენი ქვეყანაა ფულზე ჩამოკიდებული ნახეთ მე ჩემი ქვეყანა მადარდება არა ერთი წუთით არა მსოფლიო პოლიტიკა ეს დიდ სტეის რო გაიძახის მთელი ვინ არიან ესენი ფულიანი ხალხის შემდგარი ჯგუფი. ჩრდილოვანი მმართველები, ჩრდილოვან მმართველობაში ვინც არიან, ისინი მართავენ ქვეყნებს. ასე რომ პატარა სახელმწიფოები ამას არ ვერ გამართავენ. ძალიან კარგად გამართავენ თუ მოინდომებენ საქართველოს. არა, მე ვამბობ რას, იცით? აი მე არ მევშვები, კი არ ვამართლებ ბევრ შემთხვევაში ზოგიერთ წარმომადგენლს, მაგრამ ის რაც გარე სამყარომ დაანახა პატარა სახელმწიფოებს თან დაყოლილი კი არ არის საქართველოს ხალხი 173 მანეთზე მუშაობდა ხალხი და ისეთ აი ხა წერან სანამ დავიწყებდი მე ბატონი ელდარი ვახსენი იცით ეს რა კაცი იყო სახელმწიფოებრივად არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და წუხდებოდა მაგრამ ადამიანები მართლა რო არაფერ გაუკეთებიათ და დიდი ხელფასები დიდი პრიორიტეტები თვითონ დაისაკუთრეს და მათი აი თქვენ რაც წეგან ახსენთ იქ მივედი აქ მივედი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თქვენ რა გონიათ გარე სამყაროდან არ ფინანსდება? როგორ არ ფინანსდებიან? არა, ფინანსდებიან, მაგრამ ეს ნორმალური კი არ არის, რომ ფინანსდებიან და ასეთი განუკითხაობა რო არის.
რაც შეეხება ბატონ ელდარს მთელი საქართველო იცნობს რაც არის მისი მოღვაწეობა მთელმა საქართველომ იცის და შესაბამისად არა ეს იმიტომ ვახსენე რომ ის ფაქტობრივად მაშინდელი მთელი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და ისედაც მოქალაქეები უფასოდ ემსახურებოდნენ თავიანთ სამშობლოს მის ღირსებას იცავდნენ მაგრამ სამწუხაროდ აი ჩვენ მივედით ზუსტად მათ პროცესამდე სადაც უფასოდ ემსახურებოდნენ და დღეს ნახეთ რა შედეგი მივიღეთ მაგალითად ელემენტარულად 2001 წელს ამილახრების სასახლე რატომღაც მემკვიდრეობით კუხიანიძეს ერგო ხო გაგეცინათ არა გამეცინა რატო იცი ეხლა მე არ მეკუთვნის ეხლა მე ამ გადაცემაში არა ბატონ დავით არხამოურავს გვეკუთვნის ახლა წარმოიდგინეთ ახლა მემკვიდრეობა რომ მოითხოვოს თავისი წინაპრების მარტო საქართველოს კი არა ნახევარი დედამიწა მე შემიძლია რა ვთქვა იცი ჩემო გიორგი გისურვო მართლა დიდი წარმატება და ვთხოვო ჩვენი სახელმწიფოს იმ სტრუქტურებს იმ რგოლს იმ ადამიანებს რომ გიორგი მართლა ძალიან კიდევ ამბობ რა არაჩვეულებრივი ადამიანია არაჩვეულებრივი მცოდნეა არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია ხო და მე იცი რატო ეხლა ამილახრების საკითხი გავჩე მე დიდი მადლობელი ვარ რომ მე მომეცა ეს საშუალება მოქალაქეს რომელიც თქვენს მიწაზე სამშობლოს ჩემიც არის აღვიზარდე და მე მაქვს იმისი უფლება მომცა სახელმწიფომ რომ შენ მოგეფერო და ვთხოვო ჩემ ქვეყანას რომ იცით რა ეს ახალგაზრდა რომელიც უდანაშაულოდ დაისაჯა სპექტრი რომელიც მას ეხლა ყავს რაღაც რაოდენობა რაც არის უმეტესობას ვიცნობ მართლა პროფესიონალები არიან მართლა ადამიანები არიან მართლა უყვართ თავიანთი სამშობლო მართლა ფხიზლად არიან იმის გამო რომ თავის სამშობლოს რაღაც რგოლი ჩაიბარონ და უხემძღვანელონ კვალიფიკაცია აქვთ და მე ვფიქრობ გიორგი რომ ასეთი მიდგომები შეცდომები ყოველთვის არის პატარა სახელმწიფოებში ბევრი არის და უნდა გამოასწოროთ მე შეცდომები და მე მეორე საკითხიც მინდა აგერ ცნობილი ფაქტი არის საზოგადოება აღშფოთებული იყო ამ ბოლო დროს თვალჭრელიძის ქუჩაზე რაც ხდებოდა გამოსახლების საკითხი ხო მაგრამ იქ ბევრი საკითხები იყო ისეთი რომელსაც მერიამ წარმოადგინა რომ ბევრი ვიღაცა მერიამ რატო არ წარმოადგინა ის რომ ის ქონება თავის დროზე ჩხარტიშვილების საკუთრებაში იყო აღმოჩენილი და გასკია ეს ოფიციალური ყიდვა გაყიდვის ქონებები და შესაძლოა ჩხარტიშვილების ქონებას წარმოადგენდა და ჩხარტიშვილებმა ოფშორულ ზონაში ჯერ ეს ქონება შეისყიდა ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ და ჩხარტიშვილებმა ოფშორულ კომპანიასთან ხელშეკრულებით იყიდეს 250 ლარად ეს ამხელა ტერიტორია ხო და ამას რატო არ იძიებს და იქ მოსახლეობა რო არის და პოლიცია რომ მივარდა და ერთი ამბავი ატეხეს იქ ის შენობის ფართობები გაყიდული რო არის და რო ყიდნენ და ქურდული გარჩევები იყო ხალხის მოტაცება იყო იმაზე რეაგირება რატო არ ქონდა იმ რაიონის პოლიციას რატო არ დაიჭირეს ის ხალხი ვინც ქურდულ გარჩევებს აგერ ყოველ მეორე დღეს ტელევიზორში გვაჩვენებენ და ერთი ამბავი იყო და ეს ფეხბურთი ქალბატონები და მრავალშვილიანი ოჯახები რო გამოყარეს იქიდან და ღიაცის ქვეშ დატოვეს ამაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს და აზერბაიჯანელს რო გამოაყრევინეს ეს აზერბაიჯანელს მიყიდა მე აი ამ ჩხარტიშვილებმა თვითონ რო არ მიწეროდათ ამას რატო არ ამბობენ ძალიან იცით რა არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს თავისთავად ცხადე და მე აი ჩვენ 12 წუთი დაგვჭე გიორგი და იცით რა არის ბევრია გამოსასწორებელი ადგილობრივი თვითმმართველობის მე გეტყვით ახლა მეორე თვე არის გამოთხოვილი გვაქვს სახელმწიფოს მიერ 92 წლიდან ლარად გაყიდული მიწების და ქონების ნუსხა მეორე თვე არის და რომ მოვიკითხეთ მოგვეცით რა ეს ჩამონათვალი ნუ თუ ეხლა რა მაინტერესებს ეხლა წეღა იმდენი არისო იმდენი ამასო 1-6 თვე მოუნდებით მარტო ამის ამოწერასო ანუ მთელი საქართველოა ხალხო ლარად გაყიდული და ჩვენ აგერ
მრავალშვილიანი დედები, ფეხმძიმე ქალბატონები აგერ აქ კინწისყრით გამოყარა ახსულების დეპარტამენტმა და ასე დღეში აგდებენ. ხო და ამიხსენით ახლა ხუჩა იმ აზერბაიჯანელს ნაყიდი ქონდა ის ტერიტორია? აი ამ ჩხარტიშვილებისგან ნაყიდი ქონდა. კი, გაიყიდა. ხო, ესე იგი რო გაიყიდა, რომელ წელს გაიყიდა? ეს გაყიდული არის, აგერ არის ხელშეკრულების 2022 წელს და ეს ნოტარიუს პოლიკაშვილი არის, ვიღაცა თუ პოლიკაშვილი, რომელსაც ფაქტურად აი ამ შენობის 3 წლის წინ გაიყიდა ეს ამხელა ტერიტორია, რომელიც ძალიან იაფად. არა, 3 წლის წინ კი არ გაიყიდა, 3 წლის წინ ახლა გაიყიდა ამ აზერბაიჯანულ კომპანიაზე და აზერბაიჯანზე თუ არა, მანამდე გაიყიდა ჩხარტიშვილებზე იყო და ისინი იმაშვებოდნენ. ხო და მე ახლა აზერბაიჯანელი იცი რომ იმ თანხას კი არა, რამდენს გამოართმევდა? არ ვიცი მე რამდენს გამოართმევდა. ეს არის ნახეთ რა არის. ეს არის ზუსტად დანაშაული, ჩtildeოვანი ეკონომიკა, ის დიპტეიტს რო უძახით. აზერბაიჯანი ჩვენი მოქალაქე ხო იყო? არა, აზერბაიჯანის მოქალაქეა. აზერბაიჯანის მოქალაქეა. აზერბაიჯანის მოქალაქეა. ეს ხო საკე, ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეს მიყიდეს, მაგრამ ეს შენობა იყო თავის დროზე ტექნიკური სასწავლებელი, საკმაოდ სერიოზული სამხედრო დანიშნულების და იქ ამზადებდნენ სპეციალისტებს. ჩხარტიშვილებმა ეს შაიგდეს ხელში, გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს, გააპარტახეს, იმის მაგივრად რომ რაღაცა შეექმნათ და აემუშავებიათ. იქ როდესაც შესახდნენ ეს უსახკაროები მიტოვებული იყო იქ, შესახდნენ, მე გაუშვათ ინტერესი და როგორ გამოასახლეს, აკინ გაყიდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეზე და ასე დღეში ჩააგდეს. ჯერ იყო და ანაბრები მოყპარეს და მთელი საქართველოს გაძარცვეს. ამას დაუმატეთ ის რომ რაც გადაფორმებული აქვს კიდე უძრავი ქონება იმ ანაბრების გარდა კიდე ვინ მოთვლის და კაციშვილი ხელს არ კიდებს აი deep state-ი მოძებნეთ აგე რა გეუბნებით და მოიძიეთ მაგით თქვი იმიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ რომ ჩვენ მაგალითებს გარე სახელმწიფოდან რო ვღებულობთ იმიტომაც არა დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ასე დღეში და ამას ებრძვიან სწორედ ზოგიერთი ჩვენი ის ადამიანები რომლებიც ებრძვიან რომ არის გვინდა ასეთი არის ხანდახან არა არის ხანდახან როდესაც პატარა სახელმწიფოები მაგალითს აძლევენ ხოლმე დიდ სახელმწიფოებს მაგალითად აძლევდა საქართველოს აი მაგალითად ახლა კანონები რომ მიიღეს ჩვენმა პარლამენტმა აი ამერიკას მოეწონა და ახლა თვითონაც მიიღეს მაგრამ ნიღბიანებს არ იმაშვებიან ჩვენც მოდი ისეთი კანონები მივიღოთ აი ეს აგერ ჩხარტიშვილები რო არიან მისნაირები რო არიან მოდით მათ მოთხოვოთ პასუხი მოთხოვოთ პასუხი, საიდან აქვს ეს ფული, რა მილიარდები აქვს, რა დამსახურება აქვს ამათ და ამათ მოთხოვოთ. და ეს ხალხი, როდესაც საუბარია რომ ამრავლდება ერი, როგორ გამრავლდება ერი, ყველა გარბის აქიდან. 10 ადამიანი ვიცი, ჩემს გარემოცვი და 2 დღის წინ რომ დატოვა საქართველოს და უკან დამბრუნებელი არც ერთი არა. გიორგი, მე მაინც მაქვს იმედი რის იცით? თქვენაირი ახალგაზრდები, რომელსაც ცოდნა, ჯერ ეგეთი თქვენ დროს ის ცოდნა მიიღეთ, მართლა რაც დღეს ხო და მინდა ეს ცოდნა სახელმწიფომ რაც დახარჯა ჩემში, მე კაპიკი არ გადამიხდია ჩემს სწავლაში. ხო, მაგრამ რას გთხოვ, იცი? მესმის რომ ემოციები გაწუხებს ძალიან, შენი სამშობლო გიყვარს, ამასაც ვეუნები მსმენელს რომ ადამიანი ამდენს იბრძვის. ჯერ იმის გამო რომ დაბრუნებულიყო, აღდგენილია კაცი ფაქტიურად თავის სამსახურში, მაგრამ აღდგენა არ გაკეთა არც რეჟიმ, მაშინდელი რეჟიმი, იმის მერე სამი ხელმძღვანელობა შეიცვალა. სამი კი არა, რა ჩამოთვლის არა, მე რაც მინისტრებს რა ჩამოთვლის, რამდენი შეიცვალა და თქვენთან თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტრო მინისტრები შეიცვალა, რა ვიცი. და დღესაც ახლა თქვა რომ ყობილება რამდენი შეიცვალა, მაგრამ საქმე რაში არის? აქ არის ძალიან მარტივი. ის დამნაშავეები, ვინც იყვნენ მაშინ, ისინი ისე ვიგზიან, არაფერი არ შეცვლილა, კვლავ აგრძელებენ. მაგალითად, საკადრო პოლიტიკას მაშინ იყო გია ჯაჭვაძე, დღესაც გია ჯაჭვაძე განსაზღვრავს და ეს ადამიანი თავის დროზე იყო ზუსტად იმ სიების შემდგენელი, რომელმაც მოხსნეს ანუ ერთი ბრძანება ბარამიძე იყო მაშინ მინისტრი, როდესაც 521 კაცის ბრძანება დაიწერა და ერთ ხელის მოსვით განთავისუფლებას და მეორე ბრძანება, რომელსაც ბარამიძე მოწერა 1800 ოფიცერი იყო განთავისუფლებული, ანუ მთელი შეერაღებული ძალები დაითხოვეს.
რაც შეეხება 2008 წლის შემდეგ რა პროცესების წარიმართა, აქ საერთო სასწაული იყო, მთელი შეიარაღებული ძალები დეზერტირებად გამოაცხადეს და სტატუსი კი არ შეუცვალეს. და დღეს ვინც არიან შეიარაღებული ძალებში, დეზერტირის სტატუსით არიან და ხმას არ იღებენ. რომელი ოფიცერი არის იქ? არა, ყველას ნუ მიაყერი ყველა იყო ბასე და ახლა შეურაცხყოფა რა ფაქტის წინაშე არის. ფაქტი არის. ყველა გაუშვეს დეზერტირობის, ბრძანების შეუსრულებლობის და იმის, რა ქვია, და ომის პერიოდში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ოფიციალური წელი გვაქვს თავდაცვის სამინისტროდან, რომ ეს ადამიანებიო, კიო, იყვნენ ასეთიო. სისხლის სამართლის დამნაშავეებიო, მაგრამ ისინი რუსებს ებრძოდნენ და ამიტომ იმათო ჩვენ კრიმინალებს ვერ დაუძახებთო და შემოწყენებულო ოფიციალურად მიღიარებ, აგერ რომ კრიმინალები იყვნენო და ეს ხალხი ახლა თავდაცვის სამინისტროში როგორ უნდა რჩებოდნენ? ალბათ ასე ვფიქრობ, რომ თქვენ წეგან რაც ახსენეთ, ცვლილებები მოხდება, მე ასე მგონია, იმიტომ რომ ამის უკვე ატანა აქცია, ხო, უნდა მოახდინოთ თქვენაირ ახალგაზრდა, მაგრამ იცით რა, ძალიან აი თქვენ ყველა დოკუმენტი გაქვთ, ცოდნა გაქვთ, ზეპირად იცით ეს ყველაფერი ფაქტიურად წლები იცით, მოწმეთა ინსტიტუტი გყავთ, ეხლა მით უმეტეს პარტიის თავმჯდომარე თქვენ ხართ, გიორგი? დიახ. ხო, მიხარია მე იცით რა ეს მე ამ თავმჯდომარეობის უმაღლესი წერტილი რამე ხო არ მოგართვათ, გიორგი? წერტილი. ხო და აქედან გამომდინარე მე მაქვს იმედი რომ თქვენ ასე ამ ადგილობრივ არჩევნებში რაღაც ნაწილს აუცილებლად მიაღწევენ, იმიტომ არ შეიძლება ადამიანს უნდა მისცე იმის საშუალება, როცა მას აქვს ეს ცოდნა და ბრძოლობს, შეიძლება ვიღაცას აღიზიანებდეს მისი ასეთი წრფელი პირდაპირობა, ამასაც იცით რა არის განვლილი წლების ტკივილმა ამდენი გულისწყენა მისცა მოხუცი მამა სახში დედა შეეწირა ამ ყველაფერს არა ეს ხალხი როდესაც გაჩუმებულია და ყველაფერს აი ხო მე არ აქცევს ყურადღებას მე რა არაფერი არ გამოსწორდება თუ არ გამოასწორეთ ხო უნდა გამოასწოროთ თქვენ ახალგაზრდა როდესაც ადამიანი შეცდომას უშვებს იმას უნდა უთხრა რჩება გიორგი შემოგევნე მე ასე აი სიკეთე ხშირად ტკივილსაც აყენებს ადამიანს, ხო იცი? სიკეთე და სიკეთეს მომტანი ნამდვილად იყო ის, ვისაც ეს ფინანსები ჰქონდა და აი ეს სახელმწიფო აქამდე მოიყვანა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ითვლის როგორ იცით, ძალიან დიდ პროფესიონალიზმის სტატუს ადამიანებში და ეს ადამიანები სამწუხაროდ ზოგი ნაცნობობით, ზოგი მეზობლობით, ზოგი და შეაღწიეს ნაცების მხრიდან, მე შემდეგ აი წეღარო ახსენო, ჩემზე ადრე დაარეგისტრირესო, მით უმეტეს ისინი მას ებრძოლებოდნენ. ალბათ ეხლა უნდა მეტად ყურადღება მიაქციონ, რომ ახალგაზრდა იყოს, მაგრამ იცი რა არის? ცოდნის, პროფესიონალიზმის გარშემო სივრცე უნდა იყოს თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებში. ვინ არის, როგორ უშვებთ, სად უშვებთ, რატომ უშვებთ და როგორ იქნება მისი მოღვაწეობა ხვალე. კი, ელემენტარულად პარლამენტში ადამიანი რომ მიდის, წერა კითხვა უნდა იცოდეს. ნამდვილად, აი ეს არის მთელი მარტო პარლამენტში არა, იცით რა, ადგილობრივი არჩევნებია სერიოზული, გადამწყვეტი, მოდი ასე ვქნათ, ჩვენ ქვეყანას უსურვოთ რომ აი ეს იცით აღზევებული ეს ტკივილი ყველგან შემცირდეს და მიეცეს საშუალება კიდევაც ვთქვი თქვენ პარტიაში რამდენი ხალხია, რამდენი წლებია ბატონი დათო ირმეინაშვილი ბევრი ადამიანები რომლებიც ერთად მოვდივართ 30-35 წელია მაგრამ ამას ყველაფერს უნდა იცი როგორ აი მიტანა როგორც ჩვენ ტელევიზიით ყველაფერი გვინდა ჩვენი სიხარულის ტკივილიც ვაგრძნობინო თითოეულ ჩვენ მოქალაქეს არა აგრესიულად არამედ თანმიმდევრულად
ობიექტიურად რაღაცნაირად მოვეფეროთ ერთი მეორეს, გიორგი. კი, როგორ, პროფესიონალიზმის თქვენ შეგიძლიათ მე რაღაც პროექტები გააკეთოთ ამან სამხედრო სტრუქტურასთან დაკავშირებით. ყველაფერი თქვენ ისეთი წევრები გყავთ, ბატონი ლადო ძალიან დიდი პროფესიონალია, ქალბატონი გყავთ კიდე ბარამიძე, როგორც ვიცი თქვენთან არის ის ქუთაისელი ქალია კიდე ძალიან ისეთი ძლიერი ქალი. კი, არ ბევრი გყავთ ჩვენ. ის ძალიან ის არის და მე ფიქრობ მე მადლობას გიხდი დღევანდელი მობრძანებისათვის, სულ პატარა დრო არის და ძალიან გთხოვთ ვამთავრებთ სამი წუთი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი მოწვევისათვის, არ ვართ განებიურებული ტელევიზიებით, თუმცა ობიექტივს მინდა ობიექტურად მადლობა გადაუხადო, რომ ასე თუ ისე გვაშუქებენ და გვაქვს ამის საშუალება. მე საზოგადოებას მიმართავ უმთავრესად 11 აგვისტოს ულოცავ სამხედრო ექიმებს, გიორგი აბრამიშვილის ოჯახს სამძიმრებ, ამ ტკივილს არა მარტო გიორგის ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს უდიდესი ტკივილი იყო სამედიცინო საზოგადოებაში მისი წასვლა და მოუწოდებ სრულიად საქართველოს ფარხმას ნუ დაყრიან და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ზუსტად იმას ცდილობს გარკვეული ძალები, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა და ისევ ისენი მოვიდნენ, ვინც ამ ხნის განმავლობაში ძარცვავდა ამ ხელისუფლებაში. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. თუ არ ვიმარჯვებთ, მაშინ გამარცხებულები ვიქნებით ბოლომდე და ალბათ გაიმარჯვებთ, მე ასე ვფიქრობ, გაიმარჯვებთ. ალბათ თობას არ უშვებ, უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ბრძოლაში უნდა ჩავერთოთ. იმიტომ რომ დღეს ისეთი მდგომარეობა არის, რომ თუ ჩვენ არ გავიმარჯვეთ, კარგით. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა მეც მინდა მსმენელსაც უთხრა, თქვენს გითხრა და მომავალ შეხვედრამდე ღმერთი იყოს მთლიანი საქართველოს დამცველი და ახალგაზრდებს, რომელსაც გული უწვდის, აი თავის სამშობლოს ღირსების დაცვაში ხელი შეეწყოს. წარმატებას გისურვებ, გიორგი და აი, დიდი მადლობა და დავამთავრებთ. კი, უკვე გამორთული